გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს. პოსტი X-ზე გამოაქვეყნეს. მართლმსაჯულებაში ჩარევის მორიგი მცდელობა, ასე აფასებენ სახელმწიფო გუნდში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას. ანუკი ჩხიკვაძე თემის დეტალებით. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას დღეს ხალხის ძალის ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა კონკრეტული ფაქტებით უპასუხა და განმარტა, რომ მაშინ, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში პოლიციელის წინააღმდეგ ფიზიკური თავდასხმის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დავას აკრიტიკებს და პატიმრის გათავისუფლებას ითხოვს, პარალელურად ის არის მინისტრი, რომელსაც მისავე მოქალაქეების წინააღმდეგ აქვს ყველაზე მეტი დავა დაწყებული, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, რაც არჩენს დამატებით კითხვებს, რატომ არის საქართველოში პოლიციელზე თავდასხმა მისაღები, მაშინ, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მის მოქალაქეებს სოციალურ ქსელში დაპოსტილ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც კი უჩივის. მე დღეს მინდა რომ ჩვენი საზოგადოების ყურადღება შევაჩერო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნაზე, რომ საქართველოში გათავისუფლდეს პატიმარი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. აქ შეიძლება გასაკვირი არც არაფერი ყოფილიყო, რომ არა თავად ამ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალიკა ბერბოკი თავად არ იყოს რეკორდსმენი თავისივე გერმანიის მოქალაქეების სისხლის სამართლებრივი წესით დევნაში. ბოლო 4 წლის განმავლობაში მის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ 513 ადამიანზე დაიწყო გამოძიება შეურაცხყოფის მუხლით, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს არის ისეთი შემთხვევები, მაგალითად, როდესაც ქალბატონ ბერბოქს ერთ-ერთმა მოქალაქემ სოცქსელში ტერორისტი უწოდა, ან 58 წლის მამაკაცმა მას უწოდა მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ ბოლო ეპითეტის ავტორს ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა მიხეილ როთმაც კი უჩივლა, რომელიც აქ ჩვენ ჭუას გვასწავლიდა და რომელსაც სოცქსელში შიშარა ქვეშაფსია უწოდეს. ამასთან დაკავშირებითაც აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. სხვათა შორის სასამართლომ ეს ადამიანები 9600 евро დაახლოებით 30000 ლარით დააჯარიმა. ასეთივეა დანარჩენი ასეულობით საქმე. მინდა ვთქვა, ახლა ერთი წუთი წარმოვიდგინოთ ჩვენ რა მოხდებოდა ამ მოქალაქეს ქალბატონ ბერბოკისთვის და ბატონ როთისთვის, რომ სახეში შემოერტყა. არა სოცქსელში დაეწერა, რომ სულელი საგარეო საქმეთა მინისტრიაო, აი სახეში რომ გაერტყა, როგორც აი ამაღლობელმა გაარტყა პოლიციას, რას უზამდნენ მაშინ ამ მოქალაქეებს გერმანიაში. ეს ადვილი წარმოსადგენია განსაკუთრებით ფარისეველი საგარეო საქმეთა მინისტრის ფონზე. ახლა ისიც წარმოვიდგინოთ, რა შეფასება ექნებოდა იმავე სამინისტროს ჩვენს რომელიმე მინისტრო მიემართა პროკურატურისთვის 501 მინისტრს. 513 მოქალაქის საწინააღმდეგოს და მეორე მინისტრს 815 მოქალაქის საწინააღმდეგოს. ხო ატყდებოდა ერთი ამბავი ზუსტად აქ ეგრეთ წოდებულ კრიტიკულ მედიებში, ჩვენი მინისტრები რითი არიან დაკავებულებიო. ცალკე აღსანიშნავია, რომ იმის გათვალისწინებით ცოტა ხნის წინ გერმანიის მთავრობამ თვითნებურად და დაუსაბუთებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელს გერმანიაში შესვლის შეზღუდა, რომ შეუზღუდა, რომ ეს განცხადება არის სწორედ მუქარით გამყარებული მართლმსაჯულებაზე ზეწოლა, რომ ასე ღიად ემუქრებიან სამწუხაროდ საქართველოს. ფაქტი ერთია, სულელის და ტერორისტის დაძახების გამო მოქალაქის სისხლის სამართლის წესით მდევნელი მინისტრისგან გამოხატვის თავისუფლებასა და თმენის ვალდებულებაზე მითითება სხვა არაფერია თუ არა ფარისეულობა, რასაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში გერმანელი პოლიტიკოსების მხრიდან ჩვენ შეჩვეულები ვართ. ბუნდესტაგიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, სადაც მოყვანილია ქალბატონი ბერბოკის მიერ მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნის სტატისტიკა გადავწე საქართველოს მედიას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნა მმართველი გუნდისთვის სცდება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და ყოველგვარ სტანდარტებს დასავლელ პარტნიორს. დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ საქართველოს სასამართლო არის სრულად თავისუფალი და რომ ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის უფლება არავის არ აქვს. ეს თემა თვითონ რაც არის დაკავშირებული მზია ამაღლობელთან, არის ასევე ორმაგი სტანდარტით შეფასებული გერმანიის მხრიდან. ვერცერთ გერმანელ პოლიციელს არათუ ხელს ვერ დაარტყავ, არამედ ხელს ვერ ახლებ, ისე რომ ამას არ მოყვეს შესაბამისი ხისტი მოქმედება. ხისტ მოქმედებას რო თავი დავანებოთ, კანონის წინაშე რასაკვირველია პასუხისმგებელი ხარ. აქედან გამომდინარე ორმაგი სტანდარტი სამწუხაროა და ახასიათებს
არა მარტო გერმანიას. როდესაც სახეზეა ვიდეო კადრები, სადაც ქალბატონი მზია, ხელს ურტყავს პოლიციის მაღალჩინოსანს, თუმცა ეს შემთხვევა არაფერი არ არის სამართლებრივად, არის ნეიტრალური და აუცილებლად უნდა მოხდეს მზეამაღლობელის გათავისუფლება და შემთხვევები, როდესაც სიტყვიერად მიმართავენ საგარეო საქმეთა მინისტრს გერმანიისას, ის იმის მიმართ უნდა სისხლის სამართლებრივი საქმეები აღეძრას. ეს არის ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც ანგრევს საქართველოს და გერმანიას შორის არსებულ ძალიან კარგ ურთიერთობას და ამ ყველაფერში სამწუხაროდ დამსახურება სწორედ გერმანიის მხარედან მომდინარეობს. მე არ ვიცი რამდენი არის გერმანიაში შესაძლებელი პოლიციის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, მაგრამ ვიცი, რომ თავად აღნიშნულ მინის სოციალურ ქსელში მისდამი გაკეთებული განცხადებების გამო არაერთი გერმანიის მოქალაქეს უჩივლად და სასამართლო პროცესები ჩატარდა და ათასობით ევროთი დაჯარიმდნენ კიდევაც, ამიტომ ვითხრა მაშინ რომელი გერმანიის მოქალაქე ან სხვა ქვეყნის მოქალაქე იქნა გათავისუფლებული გერმანიაში მიუხედავად იმისა, რომ მან პოლიციას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რომელი ქვეყნის მოწოდება თუ გაითვალისწინეს დარწმუნებული ასეთი მაგალითები არ არსებობდა და ბუნებრივია საქართველოს ასეთი მაგალითი არ იქნება. შეგახსენებთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარებისთვის უჩივის, საქართველოში მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს.